იანვარში გამარჯვების შემდეგ, ასე ვთქვათ, გამოკვეთეთ ეს გეგმა, რომ შემიძლია პოტენციურად 4 სატიტულო ბრძოლა ჩავატარო ამ წელს. ახლა უკვე მეოთხე ბრძოლის ზღვაზე ვართ. შოგეს მომგვრელი იყო ეს თქვენთვის, რომ ეს ყველაფერი ასე იდეალურად მოხდა? ჩემი მიზანი იყო, რომ ამ წელს დაკავებული ყოფილიყავი და მადლობა ამისთვის UFC-ს, რომ ეს მოხდა. სადვიყავი, რომ ამ წელს 4-ჯერ მეჩხუბა და ასეც ხდება. დიახ, ახლა საბრძოლო კვირაში ვართ. დღეს 4-შაბათია და ერთადერთი რაც უნდა გავაკეთო, წონის კლება. როგორ მიდის წონის კლება? ყველა საინტერესებს როგორ გამოიყურები და როგორ გძნობ თავს. შეგიძლია ცოტა გაგვიზია, რომ ეს არასდროს არის ადვილი. ყოველთვის რთულია. ეს მენტალური თამაშია. 4-შაბათს უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ დღეს კარგად ვარ. თავს კარგად ვგრძნობ და კარგად ვიქნები. მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში რა იყო დადებითი და უარყოფითი მხარეები, შეიძლება რომ გაიუმჯობესო თქვენი შრომის შედეგები, მაგრამ ცხადია, ეს სხეულისთვის დიდი შრომაა. დიახ, არ მაქვს პრობლემა მუშაობასთან. კარგად ვვარჯიშობ, რომ დისციპლინა დავიცვა. პატარა ტრავმები მქონდა, მაგრამ პრობლემა არ არის. ამას ვმკლავდები, არ ვწუწუნებ ამაზე. ეს არავინ იცის. ჩემთვის ერთადერთი რთული ნაწილი წონის კლებაა, მაგრამ კარგად ვარ. რა არის თქვენი მიზანი ამ ბრძოლაში? იმიტომ რომ თქვენ ვერ მოუგებთ პიოტრიანს უფრო დომინანტურად, ვიდრე ეს პირველ ბრძოლაში იყო. ზეწოლა თქვენზეა, მინიმუმ უნდა გაიმეოროთ იგივე, რაც წინა ბრძოლაში გააკეთეთ. რა უნდა გააკეთოთ ამჯერად, რომ ეს უფრო უკეთესი იყოს? ვეცდები დავაფინიშო. ეს რთული იქნება, რადგან არავის გაუკეთებია აქამდე. უბრალოდ მინდა რომ მას მოუგო. ეს უბრალოდ კიდევ ერთი მოგება იქნება. და რა თქმა უნდა, ეს იქნება რეკორდი ამ წელს მოგებული ბრძოლებით. ეს არის კიდევ ერთი მოგება UFC-ში. ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის. მინდა UFC-ს ფანებს კარგი ბრძოლა ვაჩვენო. ბოლო ბრძოლა ჩემსა და პიოტრიანს შორის ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ მინდა კიდევ უკეთესი ბრძოლა ვაჩვენო და გავაგრძელოთ ჩემი თავის გაუმჯობესება, რასაც ყოველ ჯერზე ვაკეთებ. წინა ბრძოლა შედარებით მცირე ზომის ოქტაგონში იყო, ახლა კი შედარებით დიდი ზომის იქნება. იმოქმედებს ეს რამენაირად და თქვენთვის უფრო ხელსაყრელი იქნება ეს თუ მისთვის. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. დიახ, წინა ბრძოლა შედარებით პატარა ზომის ოქტაგონში იყო და ვინ იცის, მე მებრძოლი ვარ. და სანამ ეს ოქტაგონია და არა ღია სივრცე, რამენაირად გამოვნახა გზას, რომ ის დავამარცხო. რამდენად გაბედნიერებთ ის, რომ ხედავთ ასეთ აქტიურობას თქვენს დივიზიონში. შემდეგ თვეში რამდენიმე კარგი ბრძოლა ჩაინიშნა, რომლებშიც კონტენდერები გამოჩნდებიან. უმარ ნურმაგომედოვიც აქ არის და ამბობს, რომ თქვენთან ბრძოლა უნდა. მომავალ წელს ბრძოლების ნაკლებობა არ გექნებათ. ასეა? აღბრთოვანებული ვარ ამით. დიახ, ზახაბის ას გრძელი მოგებათა სერია აქვს, რაც კარგია. სონგ იადონგის ბრძოლა აქვს შონომალისთან და ვნახოთ რა მოხდება. მე რა თქმა უნდა შონომალის გულშემატკივარ, მაგრამ თუ იადონგი მოიგებს, მაშინ კარგი, მასთანაც მინდა რომ ვიჩხუბო. ასევე არიან სხვა ბიჭები, რომლებსაც ბრძოლები აქვს და თუ ისინი მოიგებენ, მომდევნო კონტენდერები მეყოლება. მაგრამ პირველ რიგში პიოტრიანზე ვარ ორიენტირებული და არ ვუყურებ მას ზემოდან. ის ტოპ მებრძოლია. ერთმა დარტყმამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. სრულიად ვაცნობიერებ პიოტრიანისგან მომდინარე საფრთხეებს. ვიცი რომ ის საშიში მებრძოლია. იმედია მოვიგებ და როგორც თქვენ თქვით, მეტი კონტენდერებიც გვეყოლება. თუ ამ ბრძოლას მოიგებ, ეს თქვენთვის რიგით მე-15 გამარჯვება იქნება ZZ UFC-ში. რეკორდი ისლამ მახაჩევსა და ანდერსონ სილვას ეკუთვნით 16 მოგება. რას ნიშნავს თქვენთვის, რომ თავს UFC-ს ისტორიაში უდიდესი მოგებათა სერიით მათ გვერდით დააყენებთ? ეს შესანიშნავი რეზუმე იქნება ჩემს რეკორდში. და კიდევ უფრო უკეთესად მაგრძნობინებს თავს. მე უბრალოდ ვოცნებობდი UFC-ში ჩხუბზე და არ ვიცოდი ოდესმე თუ ასე შორს წავიდოდი. მაგრამ ახლა ვაგრძელებ წინსვლას, გაუმჯობესებას და რეკორდების მოხსნას. და ეს ნამდვილად კარგი შეგრძნებაა.
პირველ ბრძოლაში პიოტრთან ბევრი მტრობა იყო, აწონებზე ხელიც კი გკრათ. შენამდე აქ იყო მოსული და გაცილებით უფრო კომპლიმენტებით სავსე იყო თქვენს მიმართ. მან თქვა, რომ თქვენ საუკეთესო სუპერმწონოსანი ხართ, ვინც კი ოდესმე ყოფილა და თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა ვინმესთან წააგოთ, ალბათ დაუყოვნებლივ რევანში გეკუთვნით. ასე რომ ფიქრობ, თქვენს შორის არსებულ პრობლემები მოგვარდა თქვენი ბრძოლის შემდეგ? მაშინ ეს უფრო პირადული იყო ჩემთვის. ახლა ეს უფრო მეტად შეჯიბრია. მას ერთხელ უკვე ვეჩხუბე და დავამასხე. ახლა ყოველ ჯერზე, როცა ის იბრძვის, მე მას გულშემატკივრობდი. უყურებ მის ინსტაგრამს და ვხედავ, რომ ის შესანიშნავი მამაა. როგორც მებრძოლი ყოველთვის კარგი იყო. ერთადერთი პრობლემა, რაც მასთან მქონდა, ის იყო, რომ ბულერი იყო. ის თუდად ლაპარაკობდა ჩემზე, ალჯოზე, ჩვენს გუნდზე. პატივს არ გვცემდა. ეს იყო პრობლემა. მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. მე ხელს ჩამოვატმევ და წარმატებებს ვუსურვებ მას ცხოვრებაში. მან იხუმრა, რომ ძალიან გეშინოდათ მასთან ერთად რეალიტი შოუში წასვლა ტაილანდში, სადაც ალჯო იყო. რატომაც წახვედით მასთან ერთად შოუში? ბრძოლა ახალი მოგებული მქონდა. შონომალის წინააღმდეგ. ახალი ჩემპიონი ვიყავი. დიახ, ეს რეალიტი შოუ იყო ტაილანდში, გიჟ მებრძოლებთან ერთად. წასვლა მინდოდა, მაგრამ შემდეგ ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ ასე ვთქვათ, უბრალოდ არ ვიცი, ანუ არ წავედი. ალჯოს მეუბნებოდა, რომ წავსულიყავი, ასე რომ არ მეშინოდა, უბრალოდ არ წავედი იქ, რადგან იქ იყო რაღაც სიტუაციები, რის გამოც საბოლოოდ უარი ვთქვი. მაგრამ მონაწილეობისთვის ბევრი ფული შემომთავაზეს. უარის თქმა ძალიან ძნელი იყო. ასე რომ ალჯომ მიიღო ეს ფული? ფიქრობ, რომ მათ მე ვჭირდებოდი. მე უფრო მეტი ფული შემომთავაზეს და შემდეგ ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, რომ არ აძლევდნენ ალჯოს იგივე თანხას. ეს იგიჟე იყო, მაგრამ თუნდაც ალჯომ ბოლო წუთს გადაწყვიტა მან წასვლა. მათაც თქვეს, რომ ალჯომ ისინი გადაარჩინა. თქვენი ბოლო გამარჯვების შემდეგ მარიო ბაუტისტაზე თქვით, რომ ის შეიძლება ყოფილიყო შემდეგი კონტენდერი. იგივე თქვით სონგი იადუნგიზე, ასევე ყოველთვის გინდოდათ ფიგერედოსთან ჩხუბი, მაგრამ მათ მუდმივად ისეთ ხალხთან აჩხუბებდნენ, ვისთანაც თქვენ უკვე გიჩხუბიათ. გინდათ თუ არა, რომ UFC-მ შეწყვიტოს ახალი სახეების იმბიჭრებთან დაპირისპირება, ვისთანაც თქვენ უკვე იჩხუბეთ და მოუგეთ. რადგან მაგალითად, ახლა უმარ ნურმაგომედოვი პოტენციურ კონტენდერებს აგდებს. არა, ეს კარგია, რა თქმა უნდა, დივიზიონი აგრძელებს მოძრაობას და მარიო ბაუტისტას 8 მოგებათა სერია ჰქონდა, ამიტომაც მინდოდა მასთან ჩხუბი. ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ის კონტენდერი ვეღარ იქნება. მაგრამ ყოველთვის კარგია, როცა დივიზიონი მოძრაობას აგრძელებს და ჩვენ ვხედავთ, ვინ რა დონეზეა. რა თქმა უნდა, დივიზიონი მე არ უნდა დამელოდოს და ვისაც UFC შემომთავაზებს, იმას ვეჩხუბები. მომწონს ისეთ ბიჭებთან ჩხუბი, რომლებიც გრძელი მოგებათა სერიით მოდიან და რომლებიც ძალიან კარგად გამოიყურებიან, რომლებიც მაიძულებენ ბევრ მუშაობას და მოტივაციას მაძლევენ. მაგალითად, ახლა პიოტრ იანი მაძლევს მოტივაციას, რადგან მან დაამარცხა დევიდსონ ფიგერედო, სონგი იადუნგი და მარკუს მაგი ძალიან დომინანტურ ბრძოლაში. თქვენ აგირჩიეს, რომ დაასრულოთ pay-per-view-ის ერა ამ ბოლო ESPN კარგით. ნიშნავს ეს თქვენთვის რამეს? და დასელით ყველაზე მეტად ამ ახალი ერისგან, Paramount-ისგან. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. ბოლო pay-per-view ივენტზე ჩხუბი მაგარი იქნება. გრძნობ, რომ ყოველი ჩემი ბრძოლა რაღაც განსაკუთრებულია. სფეროში ვიჩხუბე, შეიძლება თეთრ სახლშიც ვიჩხუბო. ეს ყველაფერი მაგარია და თუნდაც უბრალოდ UFC-ში ჩხუბი, თუნდაც აქ Apex-ში ჩხუბი, ეს ჩემთვის კარგია და მადლიერი ვარ. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ESPN-მა ძალიან კარგი სამუშაო გასწია ამ სპორტისთვის.
ახლა ისაუბრეთ განსხვავებაზე პირველ დაპირისპირებას პიოტრ იანთან რამდენიმე წლის წინ და ახლანდელ შორის, როცა ქამარი თქვენ გაქვთ, რომელიც ანიჭებთ უპირატესობას ამ უფრო პატივისცემით გამორჩეულ დაპირისპირებას თუ ხშირად მოგწონთ, როცა მებრძოლი, ასე ვთქვათ, ცეცხლს გინდებთ თვალებში. არა, მე არასოდეს მომწონდა დრამატული რაღაცების შექმნა, ან მსგავსი რამ. ეს ბრძოლა, ჩვენ პროფესიონალი მებრძოლები ვართ და ხალხი მაინც გვიყურებს. ეს არ გვჭირდება. ერთი ბიჭი იყო, რომელმაც ჩვენი ჩხუბის შემდეგ დამირეკა და მითხრა: მერაბ, არ გამოაქვეყნოთ ჩემი სურათი, ჩვენ უბრალოდ ამას ბრძოლისთვის ვაკეთებდით. უთხარი ძმაო, რატომ გააკეთე ეს? არ გჭირდება ამის გაკეთება. შემდეგ მისი ასისტენტი თუ ვიღაც მირეკავს. რომ ეს იყო რაღაც სიტყვა მითხრა, არ ვიცი, მინდა რომ ეს სიტყვა გავიხსენო. ჯანდაბა ვერ ვიხსენებ, დამავიწყდა. მაგრამ არ მომწონს მსგავსი რაღაცეები. ფანები ჩვენს ბრძოლებს მაინც უყურებენ. და თუ ეს არ არის ბუნებრივი, რატომ არ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს? მე არასდროს მომწონდა ეს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს რეალური იყო. მე რეალური ტიპი ვარ. ხუმრობა, მაგრამ ასე ვთქვათ, არ მომწონს უმიზეზოდ ცუდის ლაპარაკი. და არ მომწონს, როცა ვინმე უმიზეზოდ არ მცემს პატივს. გასულ კვირას საქართველოში წარმატებული MMA-ის ღონისძიება ჩატარდა. ფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ საქართველო მზადა UFC-ის ღონისძიების მასპინძლობისთვის. აბსოლუტურად. შთამბეჭდავი იყო, როგორ მოაწყო ამ ახალმა MMA ორგანიზაციამ რკენა, ეს შესანიშნავი MMA ივენთი. და რა თქმა უნდა, ეს აჩვენებს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. 10,000-იანი არენა სავსე იყო ხალხით და მათ მოგწვეს შესანიშნავი შოუ და ბევრი ქართველი ახალგაზრდა ტალანტი. თუ UFC-ს საქართველოში გავაკეთებ, თუ ეს მოხდება, ეს ბიჭები იჩხუბებენ. და ეს კარებს გაუღებს ბევრ ქართველ მებრძოლს UFC-ში მოსახვედრად. Ქვით რომ ყველა ბრენდი ცდილობს თქვენ სპონსორობას, უფასო მანქანები, უფასო ტანსაცმელი, უფასო საათები. ასე რომ რაზე ხარჯავს ფულს ჩემპიონი დღეს? უბრალოდ გადასახადებს ვიხდი აქ ამერიკაში. ასევე მაქვს რამდენიმე იპოთეკური სესხი. სულ ეს არის. და რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, თითქმის არ ვხარჯავ ბევრ ფულს სიგიჟეებში. პირველ ბრძოლაში იანთან თქვენმა ზეწოლამ, ისევე როგორც თქვენმა ტემპმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა. რა სახის ცვლილებებისთვის მოემზადეთ ამ რემატჩისთვის? მუდმივად ვეუბნებით ჩემს თავს, რომ უნდა შევინარჩუნო იგივე აზროვნება და იგივე ზეწოლა, რაც რთული იქნება. ფიქრობ, რომ ახლა პიოტრიანი იქნება უფრო აგრესიული და მეტ ზეწოლას მოახდენს. მე კი ვგრძნობ, რომ უფრო ტექნიკური და უფრო მეტი უნარების მქონე ვიქნები. მაგრამ ამავდროულად უნდა ვიყო გაბრაზებული მასზე, რაც არ ვიცი, როგორ მოხდება. ნახოთ. პირველ რიგში ფოკუსირებული ვარ წონის კლებაზე და ამაზე ვიფიქრებ პარასკევს, ასე ვთქვათ, შაბათის გეგმებისთვის. ახლა უბრალოდ მშვიდად ვარ. ახლა ხანს ვნახე პიოტრიანი, გარეთ და ვუთხარი: ჰეი პიოტრ, როგორ ხარ? ასე ვთქვათ, კარგი თბილი მისალმება გვქონდა. ახსენეთ თქვენი ტექნიკურობა, რომელზეც ფოკუსირებული ხართ. და ისწავლეთ იანთან პირველი ჩხუბისგან, რაც ამ რემატჩში გამოგადგებათ. პიოტრი, ასე ვთქვათ, მოძალადე მებრძოლია. ის გაიძულებთ უკან იაროთ და დატყმებს მოგაყენებთ. თუ მოდუნდებით, ის გაგანადგურებთ. ასე რომ თქვენც უნდა მოექცეთ მას როგორც მოძალადე. არ უნდა მისცეთ შანსი და უბრალოდ უნდა იყოთ მასზე გაბრაზებული. ეს არის, რაც ვისწავლე.
ახლა ხან ახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის წარმოდგენა და ასევე UFC-ს საქართველოში ჩატარება. გაქვთ რაიმე გეგმა სამომავლოდ, რომ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდა მებრძოლებს საქართველოდან? ან რაიმე პროექტი, რაზეც შეიძლება მომავალში ფიქრობდეთ, მათ დასაწინაურებლად? რა თქმა უნდა, ქართველი ვარ და ყოველთვის მხარს დავუჭერ ჩემს ქვეყანას და ყოველთვის დავეხმარებე ქართველ MMA მებრძოლებს, რითაც შემიძლია. იქნება ეს მათი დაწინაურება თუ დახმარება UFC-ში მოსახვედრად. ახლა რაღაც პროექტზე მუშაობ, მალე ყველა გაიგებს კარგ ამბავს ამის შესახებ. რითაც შემიძლია ყოველთვის დავეხმარებე ჩემს ქვეყანას და ქართველ MMA მებრძოლებს. რა გამოწვევები დაგრჩათ 61 კილოგრამში, თუ ახლოს მომავალში ხედავთ, რომ 66 კილოგრამში გადახვალთ, იმის გათვალისწინებით, რომ ალჯამაჰ სტერლინგიც იქ არის იმ დივიზიონში. ახლა 61 კილოგრამის ქამაზე ვარ ორიენტირებული. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები ახლა. და შემდეგ არის სხვა ბრძოლები, კიდევ უფრო მეტი კონტენდერი გვეყოლება. როგორც ვთქვი, ჯერ უნდა მოვიგო ეს ბრძოლა პიოტრიანის წინააღმდეგ და შემდეგ იქიდან გავაგრძელოთ. ვინც საუკეთესო იქნება, საუკეთესოს ვებრძოლები. ვიცი, რომ შეუჩერებელი ვით გამოვიყურები, მაგრამ ეს ბრძოლაა. უბრალოდ მინდა ფოკუსირებული ვიყო და ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთო ყველაფერი. მადლობა ყველას. მხიარულ საბრძოლო კვირას გისურვებთ და დარწმუნებული ვარ 6 დეკემბერს ყველასთვის შესანიშნავი შოუ იქნება.